რუსეთი ჭადრაკში ოდითგან დომინანტია. რუსმა და საბჭოთა ჭადრაკის ოსტატებმა მოიგეს 26 მსოფლიოს ჩემპიონატი, ბევრად მეტი ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ და სულ მცირე 200 დიდოსტატი რუსია, რაც ორჯერ აღემატება მომდევნო ერის წარმომადგენელთა რაოდენობას. რუსები უკვე 3 წლეულის განმავლობაში მართავენ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას. მაგრამ თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით, ნათლად გამოჩნდება, რომ პუტინის მმართველობისას რუსული ჭადრაკი დაღმასვლის გზაზეა. როცა პუტინი 1999 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, მსოფლიოს ტოპ-10 მოთამაშიდან თითქმის ნახევარი რუსი იყო, მაგრამ 2025 წლის ივლისისთვის პირველად ისტორიაში მათ შორის არც ერთი რუსი აღარ არის და თუ რომელიმე დიდ ტურნირზე წახვალთ, ვეღარ ნახავთ რუსულ დროშას ვერც ერთ მაგიდასთან. ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ აიღო რუსეთმა კონტროლი ჭადრაკის სამყაროზე და როგორ უსხლტება მას ახლა ხელიდან. გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლება მუშებისთვის აშენებდა ჭადრაკის კლუბებს, გამოსცემდა ჟურნალებს და ბავშვებისთვის ამუშავებდა სპეციალურ სასწავლო პროგრამებს. ამ სისტემამ უზარმაზარი ნიჭის ნაკადი წარმოქმნა. 1948 წლიდან 1972 წლამდე ყოველი მსოფლიოს ჩემპიონი ღია კატეგორიაშიც და ქალთა ტურნირებშიც საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა. ასევე ყოველი ოლიმპიადა ეროვნული გუნდების მსოფლიო ტურნირი საბჭოთა გუნდმა მოიგო. ძნელია იპოვოს სპორტის სხვა სახეობა, სადაც ერთი ქვეყანა ასე აბსოლუტურად დომინირებდა. საბჭოთა მოთამაშეები ბევრად უფრო სწრაფად იღებდნენ წვდომას ძლიერ მწვრთნელებზე და თეორიულ ლიტერატურაზე, რაც ინტერნეტის წინარე ეპოქაში გადამწყვეტი იყო. საბჭოთა ჩემპიონები განათლებულები, დისციპლინირებულები და ინტელექტუალურად დახვეწილები იყვნენ და სახელმწიფო მათ იყენებდა, რათა ეჩვენებინა კომუნიზმის უპირატესობა დასავლეთთან შედარებით. 1972 წლის რუსი ბორის სპასკისა და ამერიკელი ბობი ფიშერის მატჩი მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არ ყოფილა. ეს იყო ამერიკისა და საბჭოთა კავშირის კაპიტალიზმისა და კომუნიზმის იდეოლოგიური ბრძოლა. მატჩი ორ ბანაკს შორის შუაში ისლანდიაში ჩატარდა. ფიშერმა სპასკი დაამარცხა, თუმცა საბჭოთა კავშირმა ტიტული მალევე დაიბრუნა და კიდევ მრავალი 10 წლეული შეინარჩუნა. 91 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ რუსეთმა ჭადრაკში ლიდერობა მაინც შეინარჩუნა და თანდათან დაიპყრო თავად ფიდეც, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია. სხვათა შორის ფიდე ძალიან ჰგავს ფიფას, ფეხბურთის მმართველ ორგანოს. ის განსაზღვრავს მსოფლიოს ჩემპიონებს და მართავს უმთავრეს ტურნირებს. მისი მრავალი გადაწყვეტილება მიიღება 100-ზე მეტი ეროვნული ფედერაციის მიერ ხმის მიცემით და როგორც ხშირად ხდება მსგავს ორგანიზაციებში, მისი ხელმძღვანელები საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ადამიანები არიან. კირსან ილიუმჟინოვი იყო რუსეთის ერთ-ერთი მცირე რესპუბლიკის პრეზიდენტი, როდესაც 1995 წელს ფიდეს პრეზიდენტად აირჩიეს. ის ექსცენტრიკული ადამიანი იყო, ამტკიცებდა, რომ ერთხელ უცხო პლანეტელებმა გაიტაცეს. ამავდროულად ილიუმჟინოვი კორუმპირებულიც იყო. მას უკავშირდებოდა ოფშორული კომპანიები, რომლებიც ფლობდნენ ფიდეს კომერციულ უფლებებს, ეჭობდნენ ხმის მიცემის გაყალბებაზე და რაც მთავარია, ხშირად მოქმედებდა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებით. მისმა კორუფციამ და რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირმა მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ილიუმჟინოვი ფაქტობრივად კრემლის ელჩად იქცა. 2015 წელს ამერიკამ იგი სანქციებით დასაჯა სირიის დიქტატორ ბაშარ ალ-ასადთან ბიზნეს კავშირების გამო. საბოლოოდ 2018 წელს 23 წლიანი მმართველობის შემდეგ ილიუმჟინოვი გადადგა, მაგრამ რადგან ფიდე რუსეთისთვის ძლიერ ინსტრუმენტად იქცა რბილი ძალის თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ მისი შემცვლელი ისევ რუსი ყოფილიყო, არკადი დვორკოვიჩი, პოლიტიკოსი, რომელიც პუტინთან კიდევ უფრო ახლოს იდგა. 2018 წელს იგი მარტივად აირჩიეს ფიდეს პრეზიდენტად, მიუხედავად იმისა, რომ ფიდეს წევრთა ნაწილი მეორე რუს პრეზიდენტს არ სურდა, დვორკოვიჩი ბევრისთვის მაინც გაუმჯობესებულ ვარიანტად ითვლებოდა. 2024 წლის გამოძიებით გაირკვა, რომ ფიდეს ტურნირების ბიუჯეტის ნახევრამდე მოდიოდა რუსეთში დაფუძნებულ ან რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებზე, ბევრ მნიშვნელოვან თანამდებობაზეც რუსები ინიშნებოდნენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რუსები ფიდეში დომინირებდნენ, ჭადრაკში უკვე აღარ იმარჯვებდნენ ისე, როგორც ადრე. ტექნოლოგიამ მათი უპირატესობა გაანადგურა. ჭადრაკი ერთ-ერთი პირველი თამაში იყო, რომელსაც ადამიანები კომპიუტერს ასწავლიდნენ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში. 1990-იან წლებში კომპიუტერები უკვე ამარცხებდნენ დიდოსტატებს, მათ შორის რუსებსაც. შემდეგ გაჩნდა ონლაინ ჭადრაკის ვებგვერდები, რამაც ნებისმიერ საშუალება მისცა ეთამაშა და ევარჯიშა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან. იგივე დიდოსტატი პეტერ ჰაინე ნილსენი, რომელიც არაერთ მსოფლიოს ჩემპიონს, მათ შორის მაგნუს კარლსენს წვრთნიდა, ამბობდა, რომ დანიაში არავინ იყო ისეთი, ვისთანაც შეძლებდა თუნდაც ვარჯიშს და ამის გამო მოსკოვში ვიზიტები უწევდა. 2000-იან წლებში მსოფლიოს ჩემპიონები გამოჩნდნენ არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, არამედ ინდოეთიდან, ნორვეგიიდან და ჩინეთიდანაც. ქალთა ჭადრაკში ჩინეთმა დომინირება მოიპოვა, ხოლო 2002 წლის შემდეგ თითქმის ყველა ოლიმპიადა არარუსულმა გუნდმა მოიგო. რუსეთის უკრაინაში შეჭრა მათი ათასობით უკრაინელი და შესაძლოა მილიონამდე რუსი იმსხვერპლა. თითქმის ყველა სპორტმა უგულებელყო რუსული გუნდები და ჭადრაკიც გამონაკლისი არ ყოფილა. 2022 წელს ფიდემ რუსეთს აუკრძალა გუნდების გაგზავნა ოლიმპიადაზე და აკრძალა რუსი მოთამაშეები ქვეყნის დროშით გამოსულიყვნენ. შედეგად რუსეთმა დაკარგა მრავალი ნიჭიერი მოთამაშე, ზოგმაც სხვა ქვეყნის სახელით დაიწყო თამაში. რუსები იშვიათად იღებენ მოწვევას ტურნირებზე, რაც მათ რეიტინგზე ახდენს გავლენას. ამ დროს ინდოელი მოთამაშეები სულ უფრო მეტ შანსს იღებენ.
ინტერნეტმა სხვა ქვეყნებს მისცა საშუალება რუსებს დაეწიონ, ხოლო ომმა რუსებს შეუშალა ხელი მათთან ერთად სიარულში. ამან ასევე გააჩინა დაძაბულობა თვით ფიდეშიც, რომლის სათავეშიც რუსი დვორკოვიჩია. ცხადია, რუსეთის მთავრობა მასზე ზეწოლას ახდენს, რომ შეინარჩუნოს ქვეყნის გავლენა ორგანიზაციაში. ომის დაწყების შემდეგ დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი აზრები უკრაინელ სამოქალაქო პირებთან იყო, მაგრამ შემდეგ საკუთარი ნათქვამი უკან წაიღო და განაცხადა, რომ ომი ფაშიზმთან ბრძოლაა. ფიდეს მთავარ სპონსორებს შორის კვლავაც არიან რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები, მაგალითად Freedom Holding Corporation, ყაზახური ბანკი, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს. დვორკოვიჩმა ასევე გააუქმა ის ვადის შეზღუდვები, რომლებიც თავად დაანონსა, რითაც საკუთარ თავს უფრო ხანგრძლივი მმართველობის გზა გაუხსნა. ეს კრემლის ტრადიციული სტრატეგიაა პრობლემების გადადება იმ იმედით, რომ დრო თვითონ მოაგვარებს ყველაფერს. მაგრამ დვორკოვიჩზე ზეწოლას საერთაშორისო საზოგადოებაც ახდენს. ბევრი მოთამაშე წინააღმდეგია რუსებისა და ბელარუსების დაბრუნების. მიუხედავად იმისა, რომ ფიდეს რუსი პრეზიდენტი ჰყავს, დვორკოვიჩს არ გააუქმებია რუსეთისთვის დაწესებული ძირითადი შეზღუდვები, მაგრამ რას ნიშნავს ეს დაყოფილი დაძაბული ფიდე ჭადრაკისთვის? თამაში ფაქტობრივად ახლა აყვავების ფაზაშია. ჩნდება ახალი, უფრო სწრაფი ფორმატები, ონლაინ ჭადრაკი რეკორდულ პოპულარობას აღწევს, იზრდება ინტერესიც და შემოსავლებიც. შესაბამისად, ის რუსული გავლენა, რაც კვლავ რჩება, შესაძლოა თავად ჭადრაკს აფერხებდეს. უნდა ვიკითხოთ, არიან კი ბედნიერები იმით, რომ ფიდე რუსეთის რბილი ძალის ნაწილი რჩება? პასუხი ცალსახაა, კატეგორიული არა, მაგრამ ეს სამწუხაროდ მხოლოდ თეორიული შეკითხვაა. რეალობა ასე არ შეიცვლება.